ანუ მე მართლა გულით მეგონა რომ სიმდიდრის წყარო შემოსავლის დაიყო. მე ესმის ეხლა გავიაზრე, მართლა გულით გავიაზრე, რომ მათემატიკურად უტოპიური რაღაცა არის ეგა რა, ანუ ერთადერთი გზა რომ შენ დოლარი შექმნა, არის რომ დელტა გაზარდო შემოსავალსა და გასავალს შორის და თუ ამავე დროს გინდა რომ ფინანსური დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიპოვო, შემოსავალს უნდა აგენერირებდე მაშინაც კი, როდესაც შენ გძინავს. ანუ რაღაც რობერტ კიოსაკიში არის ეგა პასიური შემოსავალი. ანუ რეალურად დიდარი ადამიანი, ანუ wealthy, რასაც ეძახიან ინგლისურად, ანუ რომელიც თავისუფალი არის მაგ კუთხით, ისინი რეალურად რო არ იმუშაონ, მაინც თანხას იმუშავებენ ამბავი. შემოსავლის დროს ვერ ყიდულობ, მაგრამ დოვლათით დროს ყიდულობ. ესე რომ მაგას ზუსტად დროს ყიდულობ, აღარ გიწევს ხარჯვა დროს იმიში, რომელიც არ არის, თუ დროს ვერ ყიდულობ, ის მაინც ეგ მიგულისხმე რა, ანუ დროს იყენებ იმაში, რასაც შენ